ვტოვებ ტანზანიას და მივფრინავ ზანზიბარისკენ. ესეც ჩემი თვითფრინავი. როგორი საყვარელია არა? მივფრინავ ავიაკომპანია Air Tanzaniით. ბილეთის ღირებულება დაახლოებით $150 ერთი გზა, ერთი ადამიანი. ფრენა დაახლოებით 1 საათს გრძელდება და ეს ყველაზე სწრაფი გზაა კუნძულზე მოსახვედრად. წინ ახალი თავგადასავლები მელოდება. ზანზიბარი არის კუნძული, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, ტანზანიის სანაპიროსთან. კლიმატი ტროპიკულია და წელიწადის ნებისმიერ დროს თბილა. ზანზიბარი ცნობილია თავისი ფირუზისფერი წყლებით, თეთრი ქვიშიანი პლაჟებითა და მრავალფეროვანი კულტურით. მოსახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონია. უმეტესობა მუსლიმია, რაც ადგილობრივ ყოფასა და ტრადიციებში ძალიან კარგად ჩანს. ოფიციალური ენა სვაჰილია, თუმცა ტურისტულ ზონებში თავისუფლად შეძლებთ ურთიერთობას ინგლისურად. ფულის ერთეული კი ტანზანიური შილინგია. ბევრგან დოლარიც მიიღება. ზანზიბარში ცხოვრება მშვიდი და აუჩქარებელია. დილაობით სანაპიროებზე ხშირად ნახავთ ადგილობრივებს, რომლებიც ვარჯიშობენ ან უბრალოდ ფეხბურთს თამაშობენ ქვიშაზე. ტურისტულ ზონებში შეამჩნევთ ასევე ფერად ტანისამოში გამოწყობილ მასაის ტომელებს, რომლებიც სამკაულებსა და ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. ეს კი ნონგუია. იგი ზანზიბარის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სანაპირო ზონა კუნძულზე. მეც სწორედ აქედან ვიწყებ. დაჯავშნე მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში.